ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა. პარტიის ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართა. შეკრებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, პარტიის ლიდერები და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ესწრებოდნენ. ყრილობაზე დროს კორესპონდენტი მაკა ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა და ისახვა პირდაპირ ეთერში გვერდება. მაკა, ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის მერობისა და გამგებლობის კანდიდატები? მოგესალმებით, სოფო, გიორგი. ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში უკვე დასრულებულია. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას და საკუთარ მხარდამჭერებს წარუდგინა თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში საკუთარი მერობის კანდიდატები, ასევე გამგებლობისა და საკრებულოს წევრების კანდიდატები. სიტყვით მიმართვით გაიხსნა პოლიტიკური ყრილობა, ასევე გაჟღერებული იქნა ევროპის ჰიმნი. სიტყვით მიმართვით დამსწრეს საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, დედაქალაქის უფლება შეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ და დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. ძირითადი აქცენტები ყრილობის დასაწყისში სიტყვით მიმართვისას გაკეთდა ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საუბარი შეეხო საგარეო საფრთხეებს და საგარეო კურსს, რომელიც აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არჩეული. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ქვეყანამ დაიწყო უკუსლით მოძრაობა და შეიქმნა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით არ არსებობს ქვეყანაში დასაქმების მიმართულება და ქვეყანა ზოგადად იმყოფება რთულ ვითარებაში. საქართველოს ამ სიტუაციაში. წინაშე დავდავაბრუნოთ საერთაშორისო განხილვაში საქართველოს თემა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსული აგრესიის თემა. და რაც თავარია, შევეცადოთ, რომ გავიჩინოთ ახალი პარტნიორები და გავაღრმავოთ ურთიერთობა იმ პარტნიორებთან, რომელიც ჩვენ მუდმივად ხარს გვიჭერდნენ. უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება აჩვენებს, რომ 2008 წელს საქართველოს პოზიცია არა მარტო ღირსეული იყო, არამედ პრაგმატული და რაციონალური იყო და ეს გაიგოს თელმა მსოფლიომ აუცილებლად. თქმის 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. ყოველმა მეოთხე ამორჩეველმა დაგვიჭირა მხარი გავლილ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამით აჩვენა, რომ ჩვენი იდეა ძლიერი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსი ცოცხლობს და ვითარდება. ჩვენს მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო კამპანია იყო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისგებლობის გზნობის მქონე თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ოპოზიცია. მე მჯერა, რომ მიუხედავად მთავრობის სრულიად დაუფარავი ცდილობისა, უთანასწორო ბრძოლა აწარმოოს. ჩვენი მომხრეები დააშინოს, ზოგის დაიჭიროს, ზოგის დაკითხვებზე ატაროს, ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობა, ჩხუბი და აღალმაღალი გამოიყენოს ჩვენთვის ხელის შესაძლებლად. მე მჯერა და დაწუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, დაწუნებული ვარ და მჯერა ჩვენი ერთობის და ყველას მადლობას გეუბნებით თანახმობისათვის. როგორც უკვე გითხარით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს წინასაარჩევნო ყრილობაზე დაასახელა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა თვითმმართველი ქალაქის მერობის, გამგებლობისა და საკრებულოს წევრების კანდიდატები, მათ შორის დასახელებული იყო ბათუმის მერობის კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ბათუმის მერობის თვის იბრძოლებს გიორგი დიასამიძე. მისი განცხადებით, ბათუმში მთავარ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილები და ასევე მთავარი პრობლემა არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული და ამ ხელისუფლების დროს შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბათუმში არსებული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდება. საკუთრივ ბათუმელობის დასახლება, იმ კრეატიული რესურსის გამოყენება, რომელიც ნამდვილად არის ჩვენ ქალაქში, ინფრასტრუქტურული პროექტების სასწრაფო დამთავრება, გასაკვირველია ტექნიკური პირობების დაცვით, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემები ქალაქში მოგვარდეს და ადამიანები ნორმალურ გარემოში ცხოვრობენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება ერთად ავამუშავოთ საქართველო. მე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სოფო.